მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მედლებით დახუნძლული ამბავი მაქვს. საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 21 მედლით დაასრულა. გულოცავ ჩვენს ნაკრებს ამ დიდ წარმატებას. აი, სად გამოგვადგა ქორწილებში ჩხუბის დროს მიღებული პრაქტიკა. რომ იძახით, ცუდიაო. შერეული ბრძოლები ხომ იცით რომელია ეხა რომ ავხსნა? აი, ვინ ვის ურტყამს რომ ვერ გაიგებ რა, ეგ არის ხო? ორგანიზატორებმა ქართველები მონაწილეობენ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაშიო რომ გაიგეს, ჩვენებს მედლები ეგრევე პირდაპირ ჩამოფრენისას დაახვედრეს აეროპორტში. კი, მოკლედ ჩვენმა სპორტსმენებმა შინაურიც იციან გარეულიც და შერეულიც. არც თუ ისე სახარბიელო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს განქორწინებების რაოდენობით მსოფლიოს ხუთეულში შედის. რას უკრავ ამნაირ ქორწილებში გამაგებინე ერთი რა ინტერესს. აი რას უკრავ რას მიღება. მე არა ჯიმი მღერისო ამან. მიდი და შეეწინააღმდეგე. სამაგიეროდ მეგობრებად დარჩენი სტატისტიკაში არ მოვიკოჭლებთ. თუ ამ საკითხს ეხა ნახეთ, ორი მხარი აქვს ყველაფერს, უარყოფითად შევხედავთ, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, როცა ქვეყანაში ამდენი განქორწინებაა, მაგრამ თუ შევხედავთ კარგად, იცით რა ქვეყნებს ვაჯობებთ? არა, თუ იცით უბრალოდ. გააჩნია რომელი მხრიდან შეხედავ. ესე იგი საქართველოში ცოლი რომ ქმარს შორდება, ამას მარტო მეზობლები კი არა, თურმე მთელი მსოფლიო იგებს, ხო? კარგით ახლა ხალხო, გავუფრთხილდეთ ოჯახებს. სინამდვილეში საქართველო 23 ადგილზეა. უბრალოდ იაფარულავა გვიფუჭებს სტატისტიკას რა, ეგ ამბავია. მონოლოგის ბოლოს კი გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით 8 მაისში საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. შესაბამისად 9 მაისი ნაბახუსებთან ბრძოლის დღე იქნება. იმედია 8 მაისს მეუღლეებს არ ეტყვით, დალევა არ მინდოდა, მაგრამ მთავრობამ დამაძალაო, ხო? არა, ეს კარგია, მაგრამ მე რა მაინტერესებს თუ იცით. ეს დღე, ეს 8 მაისი, შრალი არის თუ ნახევრად ტკბილი? უბრალოდ რომ გავერკვიო რა. გული მიგზნობს ღვინის ეროვნულ დღის აღნიშვნას, ჯერ პატარა ჭიქებით დავიწყებ და ბოლოს განსხვავებულებით დავასრულებ. ჩვენს შოუს კი მუსიკალურად აფორმებს ბენდი მერი ქიფეგელაგნოლიძის ხელმძღვანელობით. ჩამოასხივიო! ჩვენი გადაცემის პარტნიორია სანდომის ვაფლი, მრავალფეროვანი გემოები, ქართული წარმოება, ევროპული სტანდარტი. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გადაცემას, ძალიან საინტერესო Hello my friend, hello my darling. Hello, თუ გამარჯობა, თუ hello. I watch Anton, I caused in Berlin, London. ესე იგი რა გითხარი მე ამ წლების განმავლობაში ლონდონში ვცხოვრობდი. იდე კაი, ქართული რო არ დაგავიწყდა, შეოხერო. ახლა ეგ სხვა პრობლემაა. I which is tuned I with Sean Connery, ესე იგი Sean Connery სტუდიაში მუშაობ ეს წლების განმავლობაში. How old you? How old you? აი ზანა. როგორ გითხრა? What is Saint we and I ატარა ჩერტკუები ხარ, რა გიყურებ რა. Elton John. Elton John. ხო ესე იგი ბექებში და არანჟირებ Elton John-ის არისო, ეს ამას გენაცვალე. I want to see I love you. Night show. Thank you very much. Thank you. რომელ ქვეყანაში მოღვაწეო? ბრიტანეთი. Song volume re-rec, ესე იგი ხმაო აუციეთო რეკი და რეკზე გავუშვით. გენაცვალე. ახალი სიმღერა. Supras awagrialem costumes mqarze mobigdeb da couplebs gavabrialem Chicago standardebs amobigdebs davida restoranshi khels gavshli da mteli khame davida Shabadabadash 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 shabadabadash
მეორე დღეს დავიმტკივა მიღვიწება ფხიზელი ღვინო შენ გიგენაცვალე ისევ შენ თუ მიშველი აღდგებიდან ჩამოვასხავ სასმის ლავზები პირამდე ახლიდან გამოვთურები და ისევ წავად დილამდე შაბადადაშტაშ 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 ასეთია კიდევ ბევრჯერ დაგვეთრობ სუპრაზე თუ დაგიცახეს არასდროს ყვა არასდროს შაბადადაშტაშ 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 ჩვენი გადაცემის პარტნიორია სანდომის ვაფლი, მრავალფეროვანი გემოები, ქართული წარმოება, ევროპული სტანდარტი. დღევანდელ გადაცემაში ან ფოთელი უნდა მოგვეწვია, ან ნიუ-იორკელი. მაშასე თქვენს წინაშია ჯანო იზორია. აპლოდისმენტებით შევეგებოთ. ნახერა დავშვი. მაგარი ხარ რა. ნიჭიერი კაცი რო ხარ, კი ვიცოდი. სადავზე ვაფლებთან სადაც გაგიხარდება. ამ ვაფს გაგატან ყველას ჯანო. დედა, ჩვენ ბავშვობაში გახსოვს პიკნიკს ცეცხლი რო ეკიდებოდა. არა, ეს კარგია. არა, ეს კარგი, იმიტომ ვთქვი. კი ბატონო. რა გვაქვს გავლილი? ჩემო კარგო, რამდენი ხანია აღარ მინახი ხარ? დაგვიძველდა სტუმრობა. ო რა. ფორმაში ხარ? ყოველთვის, კარგ ხასიათზე. როგორ ახარ? მომიყევი ახლა, რა ხდება კარგად. შენს თავს? როცა საქმეს აკეთებ, ხო, რაც კარგად ხარ. გიყვარს, მაშინ ხარ კარგად. კი გენაცვალე. კი, უბრალოდ დავდივარ იქით-აქეთ, მაგრამ ავტობანის გამკეთებელი აშენდა. მალე, ჩადი ჩამოდი. კი, ახლა ის რო გაიხსნება ბოლომდე. კი ბატონო, მე წავინაზე ამოყოფ თავს. კი ბატონო, ძალიან კარგი. გეთახმები, ნამდვილად ესე არის და ძალიან ბევრი წელი ასე ყოფილიყავი სულ საქმეში და შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენთან ერთად, რა. სხვათა შორის ეს მეგრულ სახელებს და გვარებს თუ გავითვალისწინებ, ჯანო იზორია რო გავიგე, თავიდან მთლიანად გვარი მეგონა. აჰა, ჯანო ხო, იზორია. ჯანო იზორია რა. ხო და მეთქი რა ქვია სხვა სახელი და ჯანო იზორია. კი. ხო და ხო შევწდი, ხო არ არის ასე. არ არის ეგ. არ არის ასე, კი ბატონო. კი. სანამ სტუმრობა. იზოჯანორიაც ვარ ზოგიერთის. იზოჯანორია? კი. კარგი არის, იზოჯანორია. კი ბატონო. ხო და იზო კი არა და ჯანო. ნახე, ეხა შეკითხვას დაგისვამ, რომელიც არ მოგეწონება ზოგადად რა სცენაში, მანიშნე რომ გადაახტით ხო რა. ეს რაც ვითხარი, ხო? ხო, რა, კი ბატონო. ჯანო. ხო, მაინტერესებს ესეთი რამ. შენი აზრით, ფოთის საპატიო მოქალაქე რატომ არ ხარ? ეს ერთი წუთი. შენ რატომ არ ხარ ქუთაისის საპატიო მოქალაქე? შენ უკვე გეკუთვნის. ჯიმი ყავს ბაღდათის სამაგიეროდ. ო, მაგარია. კი ბატონო. გენაცვალე ჩემოჯი. მანიშნა იქიდან გადაახტი ამ თემასო. გადაახტიო. ჯანო. კი ბატონო. ნახე, მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პირველად ზუსტად ფოთში სკოლაში დაგაჯილდოვეს. კი ბატონო. ხო ესეა? კი ბატონო. მე ხა რატო თქვი საპატიო მოქალაქეობაზე შენ იმიტომ რომ მართლა ძალიან გიყვარს შენი ფოთი, იქ მოღვაწეობ ფოთის თეატრში, ხომ ასე არის და მიუძღვენი პრაქტიკულად შენი ცხოვრება შენ საყვარელ ქალაქს. კი რა თქმა უნდა თბილისშიც ხშირად ხარ და სხვა ქალაქებში, მაგრამ უმეტეს ნაწილად ესე რა და. კი შეგენაცვალე. ესე იგი, აიღე ხო საუკეთესო როლისთვის ესა ჯილდო მეხუთე კლასში, სადაც ყელში ძვალ გაჩხერილი კაცი ითამაშე. რა შემიძლია თქვა, მიაყოლე წყალი, რა ვიცი ძმა, ხო რამე მაინც აი ეგეთი ამბავი იყო ჩემო მეხუთე კლასის ძვლის კეჭვა. მაგრამ მუჭის მოკრებ ახლა ციცი. კი, თუ და ღმერთთან უნდა სახიობებში ყველას კარგი მოკრივე ხარ? სახიობებში გეტყვი ამბავს. თეატრალურ ინსტიტუტში პირველ კურსზე ვიყავი, ხო? არა, მეორე კურსზე ვიყავი, მე მოყოლილი მაქვს ბევრგან, მაგრამ უნივერსიადის ჩემპიონი გავხდი. კრივში 60 კილოში. კი, თეატრალური ინსტიტუტის სახელით გამოვდიოდი და მაშინ მოვიგე სამი ბრძოლა პირველი იყო. ჯიმი ხوار შეხვედრია სა? ჯიმი არა, აბესაძე არა, ჯიმი არ იყო. ჯიმი სხვა ზონაში იყო. ხო, ზემძიმეში. ზემძიმეში იყო რა. ჯიმი და კლიჩკოები და ეს ჯიმი კლიჩკოები იმაში გადიოდა და მე აქეთ ჩატევში 60-იანებში ვიყავი. ხო და გავხდი ჩემპიონი უნივერსიტეტის. ესე იგი არ დაგვიწყებია. ჩემი ძმა მეხუმრება ხო, ჩემი ძმა ორგზის ოლიმპიური თამაშის მონაწილე. შენი ძმა კი ვიცით. მესამე ადგილი მოქონდა სულო, იმიტომ რომ სამკაცში იყო ეს ბრძოლები. სამკაცში მესამე მოქონდა. ო, მესამე ადგილი. პირველ სავაგები და მესამე მოქონდა. მესამე ადგილზე გამახსენდა. მე უნდა მეთქვა, მაგრამ ბარემ გეტყვი, რადგან შენ თვითონ წამოჭერი, ესე იგი, ყველაზე ძლიერში რომ მონაწილეობდი.
ხო მესამეზე გახვედი. ცეკვარნარსკოების ხო მესამეზე გახვედი. ანუ ესე იგი ყველა ძალიან უყვარხარ, იმიტომ რომ არავის არებუები პირველი ადგილზე. არა, ბრინჯაოს კაცი ვარ, კაცო. ხო, მე ვარ ბრინჯაოს ხანა. ხო და ეს გადაცემაც პარასკევს ძლიერში კიდე მესამე. ეს გადაცემა პარასკევს უნდა გასულიყო და გავა სამშაბათს. სამშაბათს, ხო, სამი არ შორდება. სკოლაში კიდე ახლა სამეცნიერებს და ოთხებს აბარებდნენ და ხუთებს. ჯანო, ნახე, ამბობ ესეთ რამეს, რომ ფოთის ეგრა სატრაბა ხო. დავუბრუნდეთ, მოვიკითხავ რა თქმა უნდა ფოთელებს დიდი სიყვარული, ძალიან მიყვარს სხვათა შორის ფოთი და თქვენ ძალიან უყვარხართ ფოთს. კი, ვიცით და ძალიან დახვედრა არის ხოლმე, როცა ჩავდივართ. ამბობ რომ ფოთი ჩემი ენერგიის წყაროაო. კი ბატონო. გეტყობა ხა ისე ენერგიულად ხარ, ახალი ჩამოსული ხარ ფოთიდან, ხო? კი, ახალი ჩამოსული ვარ. თან სტამბოლიდან რომ გადმოფრინდი, ფოთს გადავუფრინდით კიდე. ციდანაც ავიღებ, ემოდანაც, ციდანაც და ეს. სხვათა შორის შენი ენერგიის წყარო ხო ფოთია? კი ბატონო. ჩემი ახლა ქუთაისი. კი ბატონო. ბაბისი ზესტაფონი. ჯიმისი ხო იცი? ვაკე. ვაკეში რო გაივლის იმუხტება და მე სხვა ჯიმია. კი ბატონო, კი. ჯანო, თუ ხო ნუ ბევრი რამ ჩამოვთვალეთ ეხა რაც ვიცით შენს შესახებ და რაც შეგიძლია, მაგრამ რაიმე სიახლე ხომ არა გაქვს ისეთი რაც უნდა ვიცოდე და მე არ ვიცი. სიახლე ის არის რომ ბერლინში ერთ-ერთ ისეთ ფესტივალზე ჩვენმა ფილმმა მოკლემეტრაჟიანმა ნოდარ მარშანიშვილია რეჟისორი, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, ჩვენი აგერბაბის შემოვლელი გუგუშვილი, ჩვენი ნიკოლოზი და სტუდია ასილუმის ნაწარმო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ოჯახური დრამა, მოკლედ ახლა მოკლემეტრაჟიანს კიდე რომ მოყვე რა ამიტომ ბედნიერი ვარ, გახარებული და კიდე ამბავია ახალი ეს ბერლინში ხო პრიზი ავიღეთ. აიღეთ. ამას გილოცავ ჯერ პირველ რიგში. მინდა კარგად თქვა. ჯერ გილოცავ ამას შენს და თელ შემოქმედების ახლა ეს მინდა კარგად თქვა რომ არ შევა Beverly Hills-ში რა. ვაიმე. ხო, ამერიკაში არის ფესტივალზე კიდე წარდგენილი, რომელიც აპრილში იქნება უკვე ჩვენება და ასეთი ამბავია. ძალიან მაგარი ამბავია და კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. ჯანო, ეხლა ძალიან გავრცელდა ინტერნეტში ძალიან ბევრი ვიდეო ვრცელდება, მოკლედ სადაც შენ ხარ ხოლმე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ნიჭიერი კაცი ხარ, ცეკვაც გამოგდის, სიმღერაც გამოგდის, მსახიობი ხო ხარ და ხარ, იხდენ ყველაფერს, მაგრამ კარგად იმღერე. კიდევ ერთი კარგი სიმღერა, ხო? იყო ეგ, აი მე შემხვდა ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის წინ, აი ავადა რომ. ო, ავადა. ხო, რიცი რა სიმღერები, რაღაცები მეხერხება, კი, მეხერხება ცოტა. მეხერხება კაცო? არა, მსახიობს სიტყვაზე ხო თუ ადამიანი რამე ფილმში ან თეატრში დაჭირდა ამბავს. აი ასეთი ფანტასტიკური ხალხი. ახლა ერთი კვირა რომ ამათმა გამატარონ რეპეტიცია, შეიძლება რა ვიცი, რაღაცა გამომივიდეს. შეიძლება ლასკალაშიც კი ბატონო, რაღაც გამომივიდეს და ასე რომ არ უჩივი მაგრამ. არა, ხო და რატო გითხარ იცი ეგ, იმიტომ რომ ნახე, ჩვენ ხო მეგობრები ვართ დიდი ხნის. ფოთი მიყვარს თქო გითხარი. შენს გიყვარს ქუთაისი, ვიცი ძალიან. მოდი ახლა ფოთელმა და ქუთაისელმა. ვიმღეროთ? ერთად ვიმღეროთ. გელა თუ მოგვეხმარება ვიმღეროთ ერთად. კი ბატონო. მაშინ გადავინასლოთ. ამათთან ერთად რას არ იმღერებ? გამოდი. ავადა მოდი სანახავადა შავთვალება შენი ჭირიმე აკიმობას დავიბრალებ მოვალ სანახავადა ჭირიმე შენი ჭირიმე აკიმობას დავიბრალებ მოვალ სანახავადა ჭირიმე შენი ჭირიმე სიყვარულმა გული დამცვა სილამაზე მთვალები Kofta gogo kenat swalevi Kucha davdivar ratumar kebralevi Chirive shani chirive Kucha davdivar ratumar kebralevi Chirive shani chirive Gogo grache kibesa Kishmishi mafshibesa შავთვალების ჭირიმე თუ არ მოყვალ მოვკვდები დამრჩები პირშავადა ჭირიმე თქვენი ჭირიმე თუ არ მოყვალ მოვკვდები დამრჩები პირშავადა ჭირიმე შენი ჭირიმე თუ არ მოყვალ მოვკვდები დამრჩები პირშავადა ჭირიმე შენი ჭირიმე დღეს ჩვენთან სტუმრად აპლოდისმენტები ჩვენს ძმას და მეგობარს. ჩვენი
დღევანდელი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომის ვაფლი. მრავალფეროვანი გემოები, ქართული წარმოება, ევროპული სტანდარტი. ხოლო ჩვენი სტუმარია ნიჭით და მინერალებით სავსე ანსამბლი ბორჯომი, აპლოდისმენტებით შევეგებოთ. სუსხვა ჰაერია რა. ჩამოიტანეთ კი ბატონო. აბა მოგესალმებით პატივცემულებო. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. აბა როგორ ახართ პირველ რიგში? რა ხდება ბორჯომში? რა ვიცი. ღვთისმწყალობით კარგად. კი ბატონო. სუფთა ჰაერი გვაქვს, რაც თავარია, მინერალური წყალიც შეჯერობით მოდის და ჩამოსხმაც კარგი მიდის და ასე რომ მივყვებით ასე. ტრადიციულად ყველაფერი კარგი. რა თქმა უნდა. ხო არ გაგვაცნოთ თქვენი კი ბატონო. მეგობრებს თქვენი ანსამბლის წევრებს. კი ბატონო, ბაქარ ლომიძე, ოთარ ჩუხრუკიძე და პატივცემული იანგო ურჩაძე. ურჩაძეა ბატონი. კი, ბატონი ურჩას მამა იყო პირველი ხელმძღვანელი ანსამბლის 55 წლის წინ, რომელმაც დაიწყო ანსამბლის ისტორია. აჰა. ასე რომ კარგი. კი ბატონო. სასიამოვნოა. ბაქარ ლომიძე? გასლაპარაკოთ. ბაქარი ყოველ მხრივ ის არის, რვაფეხასავით არის. მომღერალიც არის, მსახიობიც არის, იმაშიც ყველგან არის, რაც კი. ძალიან გამიხარდა განსაკუთრებით ამსახელი და გვარის გაგონება. ჯიმი რო ხშირად ბაქარი ლომიძეს ახსენებს ხოლმე, ჩემი უახლოესი მეგობარია, ისიც ბაქარი ლომიძე და არ არის საქართველოში და შენ ხარ დღეიდან ჩემი ძმაკაცი უახლოესი და შემივსო ეს დანაკლისი, ძალიან გამიხარდა. კარგით, ესე იგი, ბატონო გოგიდა, რეპერტუარზე, რადგან წეგან რეპერტუარი ვახსენეთ, გადავიდეთ, ესე იგი, რეპერტუარის მიმართულებით ასრულებთ როგორც ფოლკლორულ, ასევე ქალაქურ სიმღერებს. კი, ვცდილობთ ყველანაირად, კი ბატონო. ესე იგი, ბორჯომის ბუნებასავით მრავალფეროვანი ანსამბლი შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა. ისე ბორჯომის ანსამბლს რეპერტუარში ფოლკლორულ და ქალაქურ სიმღერებთან ერთად, აი, საკურორტო სიმღერებიც თუ გაქვთ საინტერესო? კი, ვცდილობთ ყველანაირად, რომ აი შეუსაბამოთ, როცა ზამთარი იქნება, ვიმღერთ მაგალითად ზამთარია, ციცივე, ანუ კიდე ზაფხული რომ მოდის, რა ვიცი, შესაბამისად რომ ხალხი ვინც ჩამოდის სტუმრები და რაღაცა შეუმსუბუხოთ კი, რა თქმა უნდა. და შესაბამისი რაღაცა კი, რა თქმა უნდა, სიმღერა უმღეროთ და შეთავაზოთ კი ბატონო. სტუმრებს და არა მხოლოდ. ბორჯომიდან თბილისამდე მგზავრობის დროს კარგს რას გაიხსენებთ, ნუ ახალდაბის ხაჭაპურის გარდა. მაგის გარდა ბევრი რამეებია იქ, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხაშური უნდა გაიარო. ეს რაღაცა თავიდანვე დაგეგმილი კითხვა იყო და პასუხიც მე მგონი რა ზუიოს ხელი ურევია, იმიტომ რომ ეგრევე ხაშური. ყველაზე კარგი რა იყო, გინდა გითხრა გიორგი. რომ თავიდან ახლა 3-4 წელი უკვე ჩაუდექი რუსთავიდან რომ წავმოდი ჩაუდექი და რომ მივდიოდი ხოლმე აი რატომღაც რა უნდა მომხდარიყო ახლა თავიდან ცოტა გამართული მანქანა იყო რაღაც როგორც კი შევიდოდი თუ არა ხაშურის ცენტრში იქ მრგვალი ის რო არის ჩამიქრებოდა მანქანა. ხრებოდა მანქანა. რა თქვა? არ ვიცი რა ჭირდა მანქანა. აი ვერაფერი ვერ გავიგე, მე ხელოსთანაც მივიყვანე, მეთქი ალბათ ხაშურის ჰაერი და ის რო ხდება ერთმანეთსო, აშობა. მე გეტყვით ახლა ისეთ რაღაცას ხაშურლებს რო გაუხარდებათ. რატო ხრებოდა, იცი რომ დარჩენილიყავით ცოტა ხანი რომ ემასპინძლა თქვენთვის და ასულიყო იქ კეიფი და ამბავი. არაკლიათ მასპინძლობა და აი ხო ესეც ხო კარგი გამოსავალი და ვარიანტი შევთავაზე. მე სად არის ხაშურლების აპლოდისმენტები? ზოგიერთს რო არ ეწყინოს, ხო? ესე იგი ანსამბლში 11 წევრი ხართ პლუს ხელმძღვანელი. კი ბატონო. თქვენ რომ აქ ჩამოხვედით ახლა თბილისში მაინტერესებს ქუჩის ბიჭები თბილისიდან ხომ არ გაუშვეს ბორჯომში. ანუ ბორჯომი რომ მომღერლების გარეშე არ დარჩენილიყო, უბრალოდ რა მუსიკოსების გარეშე რაღაც მაგნაწილში. არ ვიცი. ვიკითხე. შევეკითხოთ ზუროს დაურეკოთ და შევეკითხოთ. ხო, კი ბატონო. როგორც ვიცი, ანსამბლში ყველა ბორჯომელია ხელმძღვანელის გარდა. კი ბატონო. ხელმძღვანელი რაჭველი. კი, წარმოშობით რაჭველი და დიდი ლიახვის ხეობაში მქონდა სოფელი, რომელიც დღეს იქითკენ არის მოშორდა და დამწვარია სულიქაური. არა დაუბრუნდებით. აუცილებლად დაუბრუნდებით, კი ბატონო.
ესე იგი, რაჭველი, წარმოშობით რაჭველი, ანსამბლის ხელმძღვანელი, ესე იგი, ამ რაჭველებს ვერ დაასწრებ ვერაფერს, უძახე შენ ნელები ბატონო, ხო? რა გინდა, 50 წლის მერე წავედი ბორჯომისკენ, რა გინდა, რა ხმერჭი. ისე რაჭველი ხელმძღვანელი, ბიჭებო, მაინტერესებს, რას გეუბნებათ ხოლმე, რა ქვია, საახალწლო კონცერტი როდის იქნება? რამდენიმეც ვართ წარმოშობით რაჭველები და ოგებთ ხოლმე სრულად. ესე იგი სხვა წევრებიც ანსამბლში რაჭველები რამდენიმე არის, მაგრამ ძირითადად ყველა ბორჯომიდან არის. ბორჯომში დაბადებულები, გაზრდილები უბრალოდ წარმოშობა რაჭველი. წარმოშობა რაჭველი. კი ბატონო, ისე თქვენი ახლა რაჭველი ხელმძღვანელი ამბობს ესეთ რამეს, რომ ანსამბლში არც ერთიო პროფესიონალი მომღერალიო არ არისო, ნოტების ცნობა არიციან, ყველა სხვადასხვა ადგილას მუშაობსო. კი ბატონო. მართალია? ნოტების ცნობა შეიძლება, რომ ნოტების ცნობაზე ვერ დავეთანხმები. არც მე არ იმას ვიზავ, იმიტომ რომ იზოლდება. ხო, ნუ უმეტესობამ ყოველთვის შეიძლება რამდენიმე მიც, მაგრამ ნოტების ახლა ამ ნაწილზე ნოტებიდან არ ვკითხულობთ. კი ბატონო. და სულ სხვადასხვა მიმართულებით, პროფესიებით მუშაობთ, ხო? მაგრამ ნიჭიერი ხალხი არიან. ეს არის, მაგრამ სხვათა შორის არც მაგ ნოტების პრობლემა, ნოტების არცნობაზეა პრობლემა, იმიტომ რომ ჯერ იყოს სიმღერა და მერე შეიქმნა ნოტები და ასე რომ სიმღერა კი იცი და ეს ნოტები თუ არ იქნება ასეთი უყომა და რა თქმა უნდა, კი ბატონო. ისე ვინ რა მაგალითად აი თქვენ ვინ სად მუშაობს და ufat თუ არის ეგეთ საინტერესო არის, ვინ რა პროფესიის არის ანსამბლში? 13 წელი ბაკურიანში ცნობილი დიდველის საბაგირო 13 წელი ვიყავი ხელმძღვანელი. აჰა. მაგაზეც მოვყვები ისტორიას, თორე ანსამბლზე რომ მოყვე ისტორია, მე დამაჯარიმებენ. არ გიქ, ხო და მოყევით დიდველზე და საბაგიროზე და დიდველზე და დიდი სიამოვნებით თუ ზანეთ გისმენთ, აბა რა. ნუ მოგეხსენებათ ხლა ხელმძღვანელი როცა ხარ ადამიანები შენგან არღებულობენ იმ სიტყვას, რომ აი არ ვიცი შეკითხვაზე რაღაც და ისიც ვიცით რომ ქართველი ერი ძალიან უნიკალური ერი ვარ და შეკითხვები გვაქვს აი გეუბნებით სასწაული შეკითხვები და საბაგიროზეც რა თქმა უნდა არის ესეთი შეკითხვები რომ აი ხელმძღვანელი ვინ არის ნუ გამოხვალ შენ და გეკითხებიან მოთოს ხო ან საბაგირო ჩამოვარდება და ნუ შენ უნდა უპასუხო რა შეიძლება ეს არ ახარ ზევსი და აფროდიტე მაგრამ მაინც უნდა გასე პასუხი და ნუ ერთხელაც ქალბატონი ახალგაზრდა სიმპათიური ქალბატონი რომელიც დამაინტერესა სანდომია და დაგამახსოვრდა კი ბატონო შვილთან ერთად მოვიდა და დიდველიდან სადღაც 400 მეტრში ბინაში ცხოვრობს და მოვიდა და 21 საუკუნეა ახლა ხო ვიცი და მეუნება რომ მეკითხება რომ როგორ გებულობთ ქარი როცა არისო იცით ხო დიდველზე ქარი როცა საბაგირო ჩერდება რა თქმა უნდა ხო და ამ გზას შვილიშვილთან ერთად უჭირს ამოსვლა და ახლა ხო უნდა გასცე არა პასუხი ნუ ვეუბნები ახლა მე მაინც საბჭოთა კავშირის დროინდელი ადამიანი ვარ და მახსოვს ნუპაგაძის დროს ესეთი რაღაცა იყო და მიმართულებას ქალბატონს უთხრა რომ მე აივანი გააქვთ მეთქი და კიო და საიდან გაქვთ აივანი დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთიდან აი მეთქი ჭიქა თუ ასე არ გინდათ მეთქი ჭიქა დაიჭირეთ ჩააწეთ და დილით რო გამოხვალთ ასე და მიხვდებით საიდანაც გაგიცივდებათ თუ გაგიცივდებათ ქარია თუ არ არის და არ არის ზამთარში 4 წელი იარა ქალმა ეგრე და მე-5 წელს დიდი ესეთი ვისკი მომიტანა აი ესე იგი უბედნიერესი ხალი იყო არ ტყავდა სულ აივანზე დილის 8 საათზე გამოდიოდა და აივანზე ეს ჩააწოვდა ნუ ხანდახან ყავაში მიწევს რა ჩააწოვდა კიდევ შენ არ გამოგიშვენ სამსახურიდან მაგრამ გაამართლა ესე კი გაამართლა ისეთი დიდი მადლობელი იყო და მინდა რომ აი თქვენი გადაცემის მეშვეობით დიდი ბოდიში მოუხადო და დიდი მადლობა რომ ასე უყვარდი მთელი 5 წლის განმავლობაში კი ბატონო თქვენც ხომ არა გაქვთ რაიმე ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით ბატონებო კი დიდი სიამოვნებით გავიხსენებდი მაგ მიმართულებით 30 წელი ანსამბლ რუსთავში ვიმღერე და ჩემთვის ის წლები ძალიან ბედნიერი წლები იყო განსაკუთრებით ბატონ აზორთან ერთად და აგერ 30 წლის მერე მადლობა უფალს რომ გადამისრულა იმ სუფთა ჰაერზე კი ბატონო მინერალურ წყლებში და ვარ აგერ დიდებულ ადამიანებთან ერთად და ჩვენ გაუთეთრეთ თმები არ მანამდე მქონდა არენერიული შენ მაგალითად ეგ თოვლის დამსახურებაა ჩემი აზრით წამოღებული მაქვს გულში როგორ თოვდა ბორჯომში და წამოღებული მაქვს მაგარი აი ისტორია შეგვემთხვა საგალობლების კონცერტებს ხვერი ვართ ნუ იქიდან დავიწყებ რომ ახლა
ადამიანი რო დააცემინებს სიცოცხლე, ბედნიერება, მილიონი თუ გითხრა რომ მადლობა არ გითხრა, უღალად გქონდესო მოკლე და ასეთი რაღაც და ბევრი ვარიაცია არსებობს. კი, ბევრი ვარიაცია და სადღაც 95 წელია ეს საბჭოთა კავშირი ახალი დანგრეული არეულობის პერიოდი და თქვენ ნახევრიან გასტროლზე ვართ გერმანია, ავსტრია, შვეიცარიაში და მიდის როგორი კონცერტი, იცი რომ თან საქართველოს ვაცნობთ ამ ევროპას და უკან სლაიდ შოუ მიდი მთელი ეს რაც კი ადგილები გვაქვს, ეკლესიები, ფრესკები, სულ ყველაფერი და მთელი ერთი ორ განყოფილებიანი კონცერტი მიდის. ერთი საგალობელი არის ყველაზე მიცვალებულისადმი მიძღვნილი ტროპარია. მღერის და უცბად რაღაც პაუზა და გაშლილი აკორდი ჯდება და სიტყვები არის ასეთი სიკვდილი და მე აღძელებ რომელი მიანიჭებს მიცვალებულსა და მივედით აქამდე დუსელდორფში ვარ კარგად მახსოვს უნიკალური ტაძარი იყო ულამაზესი ტაძარი იყო და ეს ბატარა გოგოებიც ახალი გასულები არიან და მოყვანილი ყავთ ის ვისთანაც ცხოვრობენ ეს გერმანელები და ოჯახები რომ გააცნონ საქართველოს რაღაცა და უცბად მივედით ამ იმასთან და დარბაში ვიღაცამ დააცემინა და ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ სიკვდილი რომელ და ამაზე ხო ჩვენ აგვიტყდა სიცილის სცენაზე დავიწყეთ მაგრამ დარბაშიც ახლა ვინც ქართველები იყო იმათმა კი გაიგეს და მე ამ გერმანელებმა კითხეს რა ხდებაო იმათმა აუხსნეს და ახლა იმ გერმანელებმა დაიწყეს სიცილი და მოკლედ იყო ერთი ამბავი პირველი განყოფილება მორჩა გამოვედით როგორც იქნა გარეთ და მორბის ჩვენი იმპრესარიო რა ხდებოდაო რა არისო ეს გერმანელები ხო მაინც როგორი ისინი არიან და ეს როგორ შეიძლება კონცერტზე ასეთი რაღაცა ისაო და აუხსენეთ რომ ასეთი და ეხლა ეს ყდება სიცილით რა ჩემი სიდედრი იყო მეორე დღეს რო დავიწყეთ რო აგვიტყდა სიცილი მე საერთოდ ამოვიყეთ იმიდან აღარ გვიმღერია საერთოდ აღარ შეგისულები ხო შემდეგ კი ბატონებო თქვენ თუ იცით კარგ სუფთა ჰაერს მე ამ სუფთა ჰაერზე კარგ ისტორიებს რა უხდება სიმღერა შეგენაცვალეთ
ბიჭებო ანსამბლი ბორჯომი იყო დღეს ჩვენთან სტუმრად აპლოდისმენტები ფანტასტიკურ ადამიანებს